დუშფხისტაბაზე არ გუდოით რა, ანუ რა კარგად ცოდნია გერმანიაში ცხოვრების 10 წლის თავზე მოდის ვიღაცა და მიცნობს რა და მეკითხება რომ აი მაგალითად საიდან ხარ და საქართველოდან რო ეუნები, მე უცბად უფრო ხმამაღლა და ნელა იწყებენ ლაპარაკს რა. ანუ უკვე რაღაც ავტომატურად თავიანთ გონებაში ფიქრობ მე რომ მე გერმანულს ვერ გავიგებ ისე როგორც ილაპარაკებენ თვითონ რა. და ნელა და ხმამაღლა და მე მოდის შეფასება რომ ვაუ, შენ რა კარგად ცოდნია გერმანული, დუშფხისტაბაზე არ გუდოით რა, ანუ რა კარგად ცოდნია გერმანული და ანუ ეს ამას ვეძახმე პოზიტიურ რასიზმს რა, ანუ ცუდად არ გულისხმობენ ამას, მაგრამ ანუ წარმოვიდგინეთ რომ ყოველი ახალი გაცნობილი ადამიანი აი ამ ფრაზით მოდის შენთან რა, ძალიან დამღლელია და მე ვლაპარაკობთ ხოლმე ადაპტაციაზე. როგორ უნდა მოახერხო ადაპტაცია, როცა ყოველი მეორე ადამიანი იმისკენ მიგანიშნებს, შენ ხარ უცხოელი. ანუ ეგ უბრალოდ რო არ იყოს არანაირი შეფასება და რა თქმა უნდა ხა ქართველებსაც გვაქვს ეგ ტენდენცია და მიზრეკილება იმისკენ რომ ვიღაცა რო ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენი გასაგებია, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა რო ქართული ვის რა ჭირდება, ვის რა სჭირდება ბჭყალებში რა. ანუ რატო სწავლობენ, მაგას ვერ ხვდებით ხოლმე და მე ძალიან გვიამაყება ეს რა.